ჩვენ ნიკოლოზობას გონდა საუბარი ეკლესიის შესახებ და იქ თქვით, რომ ეკლესიის გარეშე შეუძლებელია ადამიანის გადარჩენა. ერთადერთი ადგილი, სადაც არის გადარჩენა, ეს არის ეკლესია. ერთადერთი, ვისაც შეუძლია კაცის შეცვალოს, მოწყვიტოს წუთის სოფელს და გახადოს ღვთისთვის სათნო, არის ეკლესია. ეს ყოველივე იცის რა ეშმაკმა, ცდილობს, რომ ეკლესიას ებრძოლოს. როგორც გარედან, ასევე შიგნიდან. და ჩვენი დღევანდელი საუბარი შეეხება იმას, ერთ-ერთ თემას, როგორ იბრძვის ბოროტი იმისთვის, რომ ეკლესიას თავისი მოვალეობა არ შეასრულებინოს და ააცილოს მიზანს. ერთ-ერთი ყველაზე დიდი საშიშროება, რომელიც ეკლესიას ემუქრება, გამსოფლიურება, ანუ სეკულარული რო გახდეს ეკლესია. გამსოფლიურება ამახინჯებს ღვთისმეტყველებას, ანაცვლებს მას ფილოსოფიით. ძალიან ბევრი ადამიანი სამწუხაროდ სასულიერო პირებიც ამბობენ, რომ ფილოსოფია ამზადებს კაცს ღვთისმეტყველებისთვის. ეს არ არის სწორი. ნახეთ, თუ ეკლესია ხდება სოფლიური, ღვთისმეტყველებას ანაცვლებს ფილოსოფია. პირიქით, ფილოსოფია მტერია ღვთისმეტყველების. ის აუფასურებს მოძღვრის ფუნქციას და მოძღვრისას ეყრდნობა რა ფსიქოლოგიას, კეთილმსახურებასა და მართლმადიდებულ ზნეობას ცვლის მორალიზმით. გამსოფლიურება რყნის ეკლესიოლოგიას, ანაცვლებს მას სოციოლოგიით, უკანონოდ აფართოებს ეკლესიის საზღვრებს და მასში არა მარტო სხვა ქრისტიანულ კონფესიებს მოიაზრებს, არამედ არაქრისტიანულ რელიგიებსაც. ასეთი ეკლესია და ღვთისმეტყველება მოსწონს თანამედროვე ამა სოფლის მოტრფიალე ჰუმანისტებს. ის მორწმუნე ერისათვის, სამღვდელო დასისა და ღვთისმეტყველთათვისაც საშიშროებას წარმოადგენს, რადგან შესაძლებელია იქცნენ გათანამედროვეულები ადამიანებისათვის მისაღებნი. ამასაც თუ დავაკვირდებით, ზოგიერთი სასულიერო პირი ისეთ რამეებზე ლაპარაკობს, რაც წუთის სოფელს მოწონს. ვერაფერს ვერ ათქმევინებს წუთის სოფლის წინააღმდეგ. უღონდ ლაპარაკობს და ლაპარაკობს, ქადაგებს და ქადაგებს, მაგრამ თუ დავაკვირდები, იქ ვერაფერს ვერ იპოვო ისეც, რომელიც ღმერთისკენ წაგიყვანს. ჰუმანისტებს მოსწონთ იმის მოსმენა, რომ მონოთეისტური რელიგიები ერთი და იმავე ღმერთს სცემენ თაყვანს, რომ ყველა სარწმუნოებაშია შესაძლებელი გამოხსნა და ცხოვრება და რომ ყველა რელიგია ეხმარება ადამიანს შემეცნებაში. ერთმა მართლმადიდებელმა ეპისკოპოსმა ისიც კი თქვა, ეკლესიაშიც და მეჩეთშიც აღესრულება ერთი და იგივე საქმე, ადამიანის სულიერი სრულყოფაო. ესე არ არის. ეკლესიაში აღესრულება ადამიანის სრულყოფა, მეჩეთში არა. კათოლიკურ ტაძარში არა. პროტესტანტულ ტაძარში არა. ერთადერთი, სადაც ხდება ადამიანის სრულყოფა, ეს არის მართლმადიდებელი ეკლესია. აი ეს გამსოფლიურება იმიტომაა ცუდი. ვიღაცას კი აღარ ადარდებს ეკლესიოლოგია, სოციოლოგიით უდგება. ვიღაცა ეკლესიურ კანონებს კი არ იყენებს, მორალით საუბრობს.
ანუ ზეციურ კანონებს, ზეციურ წესებს ცვლის აღმასოფლის სულით. და ეს შემოსული არის ეკლესიაშიც. ასევე ეს ღვთისმეტყველები თვლიან, რომ მართალია კონფესიებში იგულისხმება ქრისტიანურის სხვადასხვა მიმდევრობა. ერთმანეთისაგან განსხვავდებიან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ქრისტიანობის კანონიერ გამოვლინებების წარმოადგენენ. ბუნებრივია, ვინც ასე ბრძნობს ბრჭყალებში, არ აღიარებს საღვთო კანონების ღვთივ კურთხეულობას და რომ ისინი ეკლესიის ცხოვრების რეგულატორები არიან. აქაც გავჩერდეთ. აი თუ ვინმე ამბობს, რომ მართლმადიდებლობა, კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი ეს ერთ და იგივეა, უბრალოდ სხვადასხვა მიმართულებით, რა ვიცი, რაღაცებს იგონებენ ხოლმე. ის ამბობს ფაქტიურად, რომ ის კანონები, რომლებიც წმინდა მამებმა დაადგინეს, ღვთისგან დადგინილი არ იყო. რო წერენ მამები, რომ წვალებელთან არ ილოცო, იმასთან ერთად ეკლესიაში არ შეხვიდე, იმისგან საჩუქარი არ მიიღო, იმის სამღვდელოება არ აღიარო სამღვდელოებად, იმის ჩატარებული ნათლობა არ ცლო ნათლობად. თითქოს ეს კანონები ღმერთმა კი არ თქვა მამების მიერ კრებებზე, არამედ უბრალოდ მოსაზრება იყო, რომელიც შემდეგ შეიძლება შეიცვალოს. ამას პრაქტიკაშიც სამწუხაროდ უკვე ხედავთ, რომ ზოგიერთი მამების კანონებს თავისი მოგონილი კანონებით ცვლის. ქრისტიანობა აქამდე მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ სახარება ჭეშმარიტების შინაგან ძალას ფლობს. ტაძრებში მადლი საიდუმლოებებში, ღვთისმსახურებაშია. წმინდანები ჩვენთვის ლოცულობენ და არა იმის გამო, რომ ბევრს ან ცოტას ლაპარაკობთ. მართლმადიდებლებს ეუბნებიან, იქადაგეთ, იღვთისმეტყველეთ, ხალხში გადით. მაგრამ იშვიათად თუ ესმის ვინმეს, რომ ამისთვის უპირველეს ყოვლისა საჭიროა თავად გახდეთ ზიარნი სული წმინდისა. სხვაგვარად როგორც ცარიელი ხელით მათხოვართან, ადამიანებთანაც ცარიელი სულით მივალთ. ძალიან მწუხვა, რომ მამათა კანონები უგულებელყოფილია და მათი უზენაესობა ეკლესიისაგან განდევნილი. მეშინია ამ უწესობის თანდათანობით წარმატებით ეკლესიის საქმეები სრულ არეულობამდე არ მივიდეს. და აქ ახლა შეიძლება ვთქვათ, აი რატო ამბობს მამაო, რომ ძალიან წუხს, რომ ეკლესიის კანონები უგულებელყოფილია და ეკლესიის კანონების უზენაესობა ეკლესიიდან არის გაწეული გვერდზე. ეს არ გეგონოთ, რომ უბრალოდ სიტყვებია. აი რამდენიმე მაგალითს გეტყვით. კონსტანტინოპოლის პატრიარქი იყო ასეთი მელეტი მეოთხე უკაცრავად, მეოთხე. რომელიც ამ ტახტზე იყო 1918-1920 წლებში. და მან იულიუსის კალენდარი შეცვალა. უბრალოდ განაცხადა, რომ ეს კალენდარი არ არის ახლა ზუსტიო და მოდითო გადავიდეთ გრიგორისეულ კალენდარზე. პაპისტებს რო კალენდარი აქვს იმ კალენდარზე. რა მოხდა ახლა ამის გამო? პირველი ისაა, რომ სიახლე შემოიტანა. რაც სოდვაა სიახლე. იულიუსის კალენდარს ეკლესია იყენებს უძველესი დროიდან, ფაქტიურად პირველი საუკუნიდან რაც დაარსდა. და იქ არაფერი სტომილება არ იყო. უბრალოდ ამ კაცს ესე მოუნდა. ამას რა მოყვა? ზოგიერთმა სამწუხაროდ მიიღო ახალი სტილი და შეცოდა. ზოგიერთი მალობაღმეს დარჩა ძველ სტილზე, მაგრამ ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ზოგიერთი საერთოდ ეკლესიიდან წავიდა, იმიტომ რომ ეკლესიაში შემოვიდა ახალი სტილი, თქვა რომ ეკლესიაში აღარ არის მადლი და წავიდნენ ეკლესიიდან. მოხდა განხეთქილება. აი ნახეთ, ერთი ადამიანის მოდერნისტურმა აზრმა სიახლე შემოეტანა, რამდენი ხელა ამბავი მოახდინა და ეს ჭრილობა ეხლაც მოშუშებული არ არის. ეხლაც არის ხალხი განხეთქილებაში ახალი სტილის გამო.
ეხლაც ყოველ ახალ წელს კამათი იწყება, რატო არის ჯერ ახალი წელი, მერე შობა, მოდი ეხლა გადავწიოთ, გადავიდეთ ახალ სტილზე. ერთი საუკუნის წინ ჩაატარა ამ კაცმა ეს რეფორმა უკანონო და დღესაც პრობლემაა ჩვენთვის. შემდეგ იყო პატრიარქი, ესეთი კონსტანტინოპოლში ათინაგორა. ეს კიდევ უფრო შორს წავიდა. მამების კანონები, მამების განჩინებები, რომლებმაც ანათემას გადასცეს ლათინები, იმიტომ რომ მათ დაამახინჯეს წამსი, შეცვალეს ეკლესიური წესები. 1965 წელს 7 დეკემბერს მოუხსნა ანათემა ლათინებს. რის საფუძველზე? საფუძველი არ არსებობს. ანათემა ეხსნება ადამიანს მაშინ, როდესაც იმას შეინანებს, რის გამოც გადაეცა ანათემას. კათოლიკებს, ანუ ლათინებს არაფერი შეუნანებიათ, არაფერი შეუცვლიათ. სასიკეთოდ, პირიქით უფრო და უფრო ცილდებიან ღმერთს, ამან გამოაცხადა, რომ გააუქმა კონსტანტინოპოლის კრების მამებზე შეკრებილი მამების კანონი და ანათემა მოუხსნა. კიდევ უფრო ჩვენსკენ. კონსტანტინოპოლში იყო პატრიარქი ესეთი დიმიტრიოსი. ცნობილი ეკუმენისტი. ეკუმენიზმი რა არის? სხვადასხვა რელიგიის ქრისტიანები ერთად იკრიბებიან, ერთად ლოცულობენ, ერთად საუბრობენ. ამან შექმნა ლათინებთან რომისა და მართლმადიდებლების საღვთისმეტყველო კომისია, რომელიც ეხლაც არის პრობლემა. ეხლაც ჩადიან, ეხლაც იკრიბებიან, ეხლაც ლოცულობენ, რაზე მსჯელობენ, კაცმა არ იცის. და ბოლოს ეხლანდელი პატრიარქი კონსტანტინოპოლის ბართლომეუსი სუსტად იგივეს აგრძელებს, რასაც ის სამი პატრიარქი, რომელიც ვახსენეთ მის წინ. კათოლიკებთან მეგობრობს, მართლმადიდებლებს, სწორად მოაზროვნე მართლმადიდებლებს დევნის. შეიძლება ამ კაცზე პირდაპირ ითქვეს, რომ კათოლიკების მამა და მართლმადიდებლების მამინაცვალი. ეხლა იქამდე მივიდა, რომის პაპთან ერთად მსახურობს, დიპტიხში იხსენებს და ამბობს, რომ ის არის ეკლესიაში პირველი ეპისკოპოსი, მერე არის თვითონ და ასე შემდეგ. ჩაატარა კრეტის კრებმა, რომელმა კრებმაც ეკლესიის კანონები თავდაყირა დააყენა. მამების განჩინებები, რომლებიც ამბობენ, რომ არ შეიძლება მართლმადიდებელს და სხვა კონფესიის წევრს ჯვარი დაწერო, იმის ნათლობად აღიარო და ასე შემდეგ, ყველაფერი თავდაყირა დააყენა. და თან, იფიქრებთ, რომ ეს კრება ჩატარდა და მორჩა. ანის კანონი ვიღაცა მიიღო და მორჩა, ესენი ცდილობენ, რომ ეს წესები სხვა ეკლესიებში შევიდეს. ანუ სიახლე შეიტანონ ეკლესიაში და შეცვალონ ყველაფერი, მოირგონ თავიანთ აზროვნებაზე. სწორედ ამიტომ უნდა გახსოვდეთ, ყველამ უნდა იცოდეთ, რომ არ შეიძლება ეკლესიის კანონების შეცვლა. იმიტომ რომ ეს კანონები, როგორც აკითხვა, არის ღვთისგან კურთხეული, ღმერთისგან დადგენილი და არ შეუძლია რომელიმე შეცვალოს ის, რაც ეთქვა ნიკეის კრებაზე, კონსტანტინოპოლის კრებაზე, ქალკედონის კრებაზე თუ სხვა მამათა მიერ გამოცემული კანონი გააუქმოს. ჩემთვის რომ მეკითხათ, თუ ვის მიმაჩნია მართლმადიდებლობის ყველაზე საშინელ მტრად, მე რომელმაც ხანგრძლივი ცხოვრება გავლია, ვიტყოდი, ყველაზე საშინელი მტერი იეზუიტიზმის სულია, რომელიც ერთი შეხედვით შეუმჩნეველი სნეულების მსგავსად ეკლესიის სხეულს აძაბუნებს. რაღა თქმა უნდა, იმ ხალხზე ვლაპარაკობ, რომლებიც ეკლესიას ეკუთვნიან და მისი სახელით გამოდიან. თავად ეკლესია, როგორც მადლის მატარებელი და სუფთა იდეა, როგორც ის სულიერი სტიქია, სადაც საუკუნო ცხოვრება ახშენებლობს, მარადიული, წმინდა და უცვლელია. იეზუიტიზმში
ჭეშმარიტება მოჩვენებითი სარგებლიანობით არის შეცვლილი. სადაც მიზანი როგორიც არ უნდა იყოს ღვთისასუფეველი თუ მიწიერი კეთილდღეობა ნებისმიერი საშუალებით მიიღწევა. უფრო სწორად მიზანი არ მიიღწევა, მაგრამ მისი საშუალებებს ამართლებენ. ეზუიტიზმი ფარული ურწმუნოება. არ დაჯერება იმისა, რომ ღმერთი ყოვლად ძლიერია და სრუპენტელას დახმარება არ სჭირდება. აი გავჩერდები. აი რა არის ეზუიტიზმის სული, რომ ერთ-ერთი გამოვლინება, რომ ღმერთი არის ყოვლად ძლიერი და სრუპენტელას დახმარება არ ჭირდება. ჩვენ ადამიანებსაც აი თითქოს ვფიქრობთ, რომ ეზუიტური სული არ აქვს. სოქს ისე შემოგვეპარა, ვერ ხვდებით. ტყუილებით გინდა, რომ რაღაცა გააკეთო. ღმერთი რო ყოვლად ძლიერია და ღმერთი შექმნის, ღმერთი გააკეთებს, ღმერთი გამოგიყვანს, ეს არ ჯერავს და ტყუილით გინდა გააკეთო. ღმერთს სრუპენტელას დახმარება არ ჭირდება. ტყუილები არ ჭირდება ღმერთს იმისთვის, რომ მიზანს მიაღწიოს. ასევე იმისაც, რომ ღმერთი ჭეშმარიტებაა და ყოველგვარი სიცრუე ადამიანს მისგან აუცხოებს. ჭეშმარიტების დაკარგვით ადამიანი სულიწმინდის მადლს კარგავს. სიცრუეს ეჩვევა და თulis, რომ მის გარეშე, ანუ სიცრუის გარეშე, ცხოვრება და მოქმედება შეუძლებელია. აი, გავჩერდებით. ეს წერილი გრძელდება, მაგრამ სიტყვა რო გაგვგრძელეს, აღარ წავიკითხავთ. ერთადერთს ისევ კიდე გაგიმეორებთ. სიცრუით არ შეიძლება კაცმა შეცვალოს ჭეშმარიტება. აი ესენი ვინც ჩამოთვალეთ, ვინც კანონებს ცვლიან, ვინც ახალი სტილი შემოიღო, ვინც კათოლიკებს ანათემა გაუქმა, ვინც მათთან მეგობრობს, მათთან ერთად ლოცულობს, ესენი ჭეშმარიტებას ანაცვლებენ სიცრუით. ანუ ეზუიტები არიან. კათოლიკური სამყაროს სიახში გაჩნდა ეს. მიზანი ამართლებს საშუალებას, მაგრამ აქაც შემოვიდა ჩუმად. აქაც ხედავთ ადამიანებს და არა იმათ, ვინც ეკლესიის გარეთაა, ეკლესიაშია. ზოგიერთი მოქმედი ეპისკოპოსია, მოქმედი მღვდელია, მოქმედი პატრიარქია. მაგრამ ეს სული აქვს. შეცვალოს ჭეშმარიტებები სიცრუით. ეკლესია გახადოს მიწიერი და ღვთის კანონები უარყოს და ღმერთმა ამ ყველაფრისგან დაგვიფაროს. ამ ყველაფრისგან რომ ღმერთმა დაგვიფაროს, ჩვენ იმ წესებს, იმ კანონებს უნდა მივდიოთ, რაც აქამდე იყო. ეხლა რომელიღაც ეპისკოპოს არ აქვს უფლება, რომ ის კანონი შეცვალოს, რაც მოციქულმა თქვა. ან რაც ბასილი დიდმა თქვა, გრიგორი ღვთისმეტყველმა თქვა, მაქსიმე აღსარებელმა თქვა, მარკოზ ეფესელმა თქვა, გრიგორი პალამამ თქვა, ფოტი პატრიარქმა თქვა. არ აქვს უფლება, მაგრამ მათ აქვს პრეტენზია, რომ ამის უფლება აქვთ. იმიტომ რომ თვითონაც სხვა ცნობიერების არიან, მამათა ცნობიერება მაგათ არ აქვთ. ეგენი უცხონი არიან იმ აზროვნებისგან, რაც სულიწმინდით გაბრძნობილ მამებს ჰქონდათ. და ამიტომ თავიანთი ცხოვრებით ებრძვიან წმინდა მამების სწავლებას. ჩვენ უნდა შევეცადოთ, როგორც თქვით, იმას მივყვეთ, რაც ღმერთმა ეკლესიაში დაადგინა. უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესია არის ერთადერთი ადგილი, სადაც ადამიანი გადარჩება. ეკლესიაში სიახლის შემოტანა არ შეიძლება. ეს არის ეკლესიის გაამსოფლიურება მიწისაკენ მიდრეკა და ეკლესია ჩვენ კიდე როგორც თქვით მივყევართ ზეცისკენ და ღმერთმა ინებოს, რომ ყველამ ვუსმინოთ ეკლესიის სიტყვას. ამ ხალხს არ მოусმინოთ, რაოდენ დიდი ჩინმენდლებიც არ უნდა გქონდეთ, პატრიარქები ჩამოთვალინე. კონსტანტინოპოლის 4 პატრიარქი თქვი, რომლებმაც ეკლესიას სიკეთე კი არ მოუტანა, ისეთი ჭრილობები მიაყენეს და ისეთი წყრულები ეხლაც ვერ მოუშოშებია წმინდა ეკლესიას. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაკურთხოთ და ჭეშმარიტი სულით გატაროთ. ამინ.